მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ყოველთვის გძრავ მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად სად ვიქნები, ჩემი ვიზახი ხოლმე რომ ჩემი გული, გონება და სული ყოველთვის არის აქ. მე ვარ ვეგან ბერიძე, 8 წელია უკვე ვარ ემიგრანტი და ვცხოვრობ გერმანიაში, ვარ კონტენტ კრეატორი, პედაგოგი, ბიზნესმენი და არ შემდგარი მსახიობი. ემიგრაცია ძალიან დიდ გამოწვევებთან ასოცირდება, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად წასვლა ქვეყნიდან, ძალიან ბევრი ეტაპის გადალახვა მომიწია, ისეთ რაღაცებთან შეჩეხება, რაზეც არ მქონდა წარმოდგენა. 5 წელი იყო ყველაზე რთული პერიოდი, ანუ 5 წელი ძალიან დიდი დროა, მაგრამ აი ამ 5 წელს განმავლობაში ვეძები საკუთარ თავს და წარმოვიდგინეთ, მიდიხარ ქვეყნიდან, სადაც სკოლაში ვიყავი, ყოველთვის ძალიან აქტიური, მერე უნივერსიტეტშიც იქ ვმღეროდი, რაღაცას თითქოს რაღაცას წარმოადგენ აქ და ჩადიხარ სადღაც და ხარ არავინ. და მე მართლა მქონდა ეგანცდა, რომ არავინ ვარ, იმიგრანტი ვარ, რომელიც ახლა რაღაცას ფართხალებს, უნდა რომ რაღაც თავი დაიმკვიდროს ამ უცხო ქვეყანაში. ახლა პროფესია მაქვს, იქ მუშაობ, ოჯახიც მყავს და რაღაცნაირად უფრო თითქოს გამიადვილდა და შევეგუე. თუმცა ზოგჯერ არის ხოლმე, რომ მაინც აი ეს განცდა, რომ მე აქაური ვარ, ეგ არ მგონი. განსაკუთრებული დღეები და მომენტები არის, რომ განსაკუთრებულად მინდა აქ ყოფნა და აი ეს გაზაფხულის აქციებით ზუსტად ჯერ რუსული კანონიდან მაშინ როდესაც რუსულ კანონზე იყო საუბარი და მიიღეს ეს კანონი, მაშინ ჩემ პლატფორმებზე ვცდილობდი ადამიანებისთვის ესეთი ინფორმაცია გამეზიარებინა, თუნდაც რატო არის კარგი ევროპა, რა აქვს ევროპას კარგი, როგორი ღირებულებების მატარებელი არის ევროპა და არაერთი ვიდეო ჩამიწერია, ასევე გერმანიის მაგალითზე. ბევრს ვთქვამს ჩემთვის, რომ რატო არ დაიწყე ვიდეოები ჩაწერა გერმანულად, იმიტომ რომ ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით უკეთესია გერმანიაში აკეთო კონტენტი, მაგრამ ჩემი ფინანსური სარგებელი არ მჭირდებოდა აქედან და დღესაც არ მაქვს ფინანსური სარგებელი ამ საქმიდან. უბრალოდ მივხვდი, რომ ძალიან მჭირდებოდა ქართველ ადამიანებთან კომუნიკაცია და იქ ძალიან მაკლია ეს რაღაც საქართველოს ქართველები, თუნდაც ეს ემოციური ადამიანები და ძალიან მეხმარება ხოლმე დღის ბოლოს რაღაც სამსახურიდან რომ მოვდივარ, ძალიან დიდი სტიმული და мотиваცია მაქვს ხოლმე, რომ ეხა ვიცი, რომ დღეს რაღაც მაქვს გადასაღები და ძალიან მთელი გულით ვაკეთებ ხოლმე. არჩევნების შემდგომ უკვე აქ დაძაბულობა რომ დაიწყო, ძალიან ჩართული ვიყავი მე იქიდან და ვიდეოებით და ლაივებით სულ ვადევნებდი ხოლმე აქ თვალს რა ხდებოდა. რა თქმა უნდა ის კადრები იყო წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. არ ვიცი, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში შეუძლიათ ადამიანებს კანონიერად გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ ნებისმიერი რამ და ეს ნებისმიერი რამ არ იყო, ეს ძალიან დიდი რაღაც არის, ძალიან გადამწყვეტი არის ქართული ხალხისთვის და ამის გამო რომ გცემენ, გირტყამენ, ეს რა თქმა უნდა რომ არ არის სწორი და არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, მით უმეტეს ხელისუფლებისგან საკუთარი მოქალაქეების ცემას, უკანონოდ დაპატიმრებას არანაირი გამართლება ამას არ აქვს. ეგეც გასაგებია, რატო მიმდინარეობდა აქ ევროპაზე რაღაც როგორც ესე ბოროტ ძალაზე მოხსენიება, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია, რომ სახელმწიფოს უნდა დაამყაროს აქ დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი, იმიტომ რომ მათ არ უნდათ თავისუფალი მედია, თავისუფალი საზოგადოება და ეს ყველაფერიც ვფიქრობ, რომ მაგისკენ იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი. შეზღუდვები ხელოვნებაში არ არსებობს, არც მხატვრობაში, არც მწერლობაში და ზუსტადაც ამას ცდილობს ჩვენი ხელისუფლება, რომ რაღაცა ჩარჩოში მოგვაქციოს, გვმართოს, აგვიკრძალოს და შიში გქონდეს ამ ყველაფრის და არა მხოლოდ ეს, არამედ თავისუფალი აზრიც აღარ იქნება ჩვენ ამ ყველაფერს თუ შევეგუებით, მაგრამ მხოლოდ წიგნებიდან აწარმოებები, არამედ საკუთარი აზრსაც ვერ გამოვთქვამთ. ბოროტება გრძელვადიანად ვერ იარსებებს და ჩვენ აქ ყველას გვამოძრავებს ძალიან დიდი სიყვარული სამშობლოს მიმართ და ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ეს არ აქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბრძოლას აქვს აზრი მაშინ, როდესაც ეს ხდება გულით, დიდი სიყვარულით
და ამ თავგანწირვით, რასაც ყოველ დღე აქ მოსული ადამიანები აჩვენებენ საზოგადოებას.